სიამოვნებით მოვისმენ გამოცდილებას, როდესაც თქვენ დაგისვათ შეკითხვა სესიის დროს კლიენტისთვის და კლიენტი თქვენ შეკითხვაზე გაჩვენებულა აუღია პაუზა და თქვენ აი ამ დროს რა შეგრძნება გქონიათ, რა აზრები მოსულა, როდესაც თქვენი კლიენტი ყოფილა ჩუმად. თუ ვინმეს ახლა შეუძლიეს თავისი გამოცდილება გაეზიაროს, შეუძლია მოიწეროს ჩატშიც 1-2 სიტყვით და აუცილებლად გადავიკითხავ. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ვინმე შეუძლია თქვას. თუ გირჩევნიათ, რომ თითო სიტყვით მოიწეროთ, ესეც რა თქმა უნდა არ არის პრობლემა და შემდეგ გადავხედავ. კარგი. მოდი მაშინ მე დავიწყო. ნესტან მოგწერეს, მიფიქრიაო, რომ ინსაიტი მიიღო. აი კი. კი. ასევე მშვიდად მიმდობილ ვარ კლიენტს და კოუჩინგურ პროცესს წერს ნატალია. ასევე სოფო წერს რაღაც ამოუვარდა ქვეცნობიერიდან, ანუ ეს მიფიქრიაო, ხო? უხერხულობის შეგრძნება მქონიაო, ამასაც გწერე. კი ბატონო. ხო, აი სხვადასხვა ვერსიები მოვისმინეთ, რა თქმა უნდა და ჩემი პირველი გამოცდილებაც რომ გავაზიარო, მე მახსოვს პირველი პერიოდი პრაქტიკების, როდესაც კითხვა დამისვამს და ჩემი კლიენტი გაჩუმებულა. პირველი რაც უცებ მომსვლია, აი ამ კითხვის, ასე ვთქვათ, გადაფორმირება, გამეკეთება და მithქვია, რომ აი მე ვიგულისხმე ეს და რაღაცნაირად მეგონია, რომ ამით უნდა დავხმარებოდი, ან ვეხმარებოდი კლიენტს. რეალურად ეს ყველაზე შეცდომა არის და კლიენტი, როდესაც ჩუმდება, ზუსტად დაიღებს პაუზას, ეს არის ის მნიშვნელოვანი მომენტი ესე ვთქვათ, მთელი სესიის პროცესში. და ზუსტად რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის პაუზა, რატომ ჩუმდება კლიენტი, რა იწვევს რა არის ამის რეალური მიზეზები, ხო? პირველი ის არის, როდესაც კლიენტის დასმული შეკითხვის შედეგად ის ჩუმდება, მას სჭირდება აუცილებლად დრო და სივრცე იმისთვის, რომ გააცნობიეროს და დარჩეს ის საკუთარ თავთან. და მას მოусმინოს საკუთარ თავს. პაუზა ძალიან ხშირად საზოგადოებაშიც და ალბათ ეს რაღაც ასოციაციიდან გამომდინარე შეიძლება აღვიქვათ როგორც არ მოქმედება, უმოქმედობა, ხო? და რეალობაში პაუზა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, სადაც იწყება ქმედება. და კოუჩი, რომელმაც ზუსტად იცის, ფლობს ამ პაუზის ძალას და მნიშვნელობას, მან ის ზუსტად ირჩევს სესიის პროცესში შეგნებულად არ ჩაერიოს ამ პროცესში, რაც კლიენტთან და კითხვის დასმისა და კლიენტის twin-ში მიმდინარეობს. ამიტომ როდესაც კლიენტი ჩუმდება, კოუჩის აქვს ის გაცნობიერება, რომ მან შეგნებულად ეს ხელი არ შეუშალოს. თუ ამას განვიხილავთ ჩვენ როგორც ფსიქოლოგიურად ან ნეირომეცნიერულ დონეზე, კიდევ უფრო მეტ სიღრმეში მივდივართ, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ადამიანს, რომელიც სესიაზე მოსულია და სჭირდება მას გაცნობიერება, ჩვენ მისგან გვჭირდება არა ავტომატური პასუხები ავტოპილოტის რეჟიმში, არამედ რეფლექსია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ის სიჩუმე ჰქონდეს კლიენტზე, სჭირდება, იმიტომ რომ მან მოახდინოს ზუსტადაც კითხვის შედეგად და კითხვაზე რეფლექსია და არ იყოს ეს ავტომატური პასუხები. ხო, მაგალითად, კითხვაზე თუ ვინმე გვხვდება ჩვენ უცნობი ან ნაცნობი ქუჩაში, კითხვაზე როგორ ხარ, ძალიან მარტივად და უცბად პასუხი გვაქვს ხოლმე კარგად, ხო? ეს არის რა თქმა უნდა ზედაპირული პასუხი და სესიაზე ჩვენ მსგავსი პასუხებით შედეგს ვერ დავდეთ. ხოლო ნეირომეცნიერულ დონეზე იმისთვის, რომ შეიქმნას გაცნობიერებამდე მივიდეს, აუცილებლად სჭირდება twins, გარკვეული დრო
რომ დაამყაროს ახალი ნეირონები. შესაბამისად, კითხვაზე რატომ შეიძლება გაჩვენდეს კლიენტი და რა პროცესები მიმდინარეობდეს, მიმდინარეობდეს ამ დროს კლიენტის ტვინში, ეს არის ძირითადი ერთ-ერთი ძირითადი მოტივები, ხო? თუმცა ეს პაუზა ამით არ შემოიფარგლება სესიის პროცესში და რაც წეგან მოიწერეს, ხო, რომ ზოგმა შეიძლება იგრძნოს უხერხულობა, ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, მეც დასაწყისში ზუსტად ამ უხერხულობიდან გამომდინარე ვცდილობდი ის პაუზა შემევსო და კითხვა დამემატებინა, ხო? შესაბამისად, ეს პაუზას აქვს სამი, ესე ვთქვათ, რომ დავყოთ აქტიური ტიპი. და რას ნიშნავს ეს, რომ როდის უნდა შეინარჩუნოს coach-მა პაუზა, ეს არის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვამდე პაუზა. და რატომ? იმიტომ რომ ძალიან ხშირად მეც მქონია მსგავსი შემთხვევები, რომ კლიენტი ყოფილა ისეთი თემით მოსული, რომელიც ან ჩემთვის ნაცნობი იყო, ან უკვე გავლილი, ან რაღაც დონეზე ჩემთვისაც აქტიური. შესაბამისად, როდესაც გვყავს ესეთი კლიენტი და ჩვენ მას ვუსმენთ, შეიძლება რომ კითხვას ვიდრე დავსვავთ პაუზა, იმიტომ გვჭირდება ჩვენ რომ დავწმუნდეთ ის კითხვა, რასაც ვამბობთ, სჭირდება თუ არა კლიენტს და ხომ არ არის შემთხვევით ეს საკუთარი საჭიროებებიდან ან ინტერესიდან გამომდინარე დასმული. ამიტომ პირველი, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი პაუზა კითხვამდე აუცილებელია. შემდეგი ყველაზე, ესე ვთქვათ, აქტიური არის, როდესაც კითხვის შემდეგ ვსვავთ პაუზას. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ კლიენტს სჭირდება დრო, სივრცე იმისთვის, რომ მოახდინოს მან კავშირი დარჩეს საკუთარ თავთან და ის კითხვა გაიაზროს. შესაბამისად, კითხვის შემდეგ დრო სჭირდება იმისთვის, რომ მასში ის ინფორმაცია, რაც არის, ამოვიდეს ზემოთ, გააცნობიეროს და ჰქონდეს კავშირი იმ საკუთარ თავთან, რაც იმ მომენტში მას სჭირდება. შემდეგი არის პასუხის შემდეგ. ძალიან ხშირად კლიენტი, როდესაც პასუხს გვცემს კითხვისას, მნიშვნელოვანია, რომ coach-ებს გქონდეს გარკვეული პაუზა და არ იყოს ეს პასუხის შემდეგ ეგრევე კითხვით შესვლა. რატომ? იმიტომ რომ ზოგადად, როდესაც სივრცეს ვაძლევთ და პასუხის შემდეგ პაუზას ვინარჩუნებთ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გაცნობიერება მოდის მაშინ, როდესაც კლიენტი უსმენს თუ რას ამბობს და პირველ პასუხს ხოლმე მოსდევს ძალიან ხშირად მეორე პასუხი და ზუსტად ეს მეორე პასუხი არის ხოლმე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე გაცემული პირველი პასუხი. შესაბამისად, თუ ჩვენ კლიენტის მოსმენის პროცესში ვიმყოფებით და ასრულებს ის რაღაც პასუხს, მნიშვნელოვანია, რომ ეგრევე კითხვით არ შევიდეთ და დავასრულებინოთ და თავადაც გაიაზროს რა ისაუბრა. ჩვენ აქამდე შეიძლება განვიხილოთ პაუზის სამი ტიპიც, იმაზეც ვისაუბრეთ, რომ რატო შეიძლება დასჭირდეს კლიენტს პაუზა და რა პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს და ასევე მინდა გავიაზროთ და გაგაცნოთ ის მომენტი, როდესაც კი ბატონო პაუზები მნიშვნელოვანია და ესე ვთქვათ, ვახსენე რატომ, თუმცა ამ პაუზამ შეიძლება უხერხულობა გამოიწვიოს კიდევაც. არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი მოწერილი იყო, რომ უხერხულობა, ხო, მეც ჩემი მაგალითი რაც მოვიყვანე, ესეც გამომდინარეობდა ამ სიცარიელის შევსების მომენტი უხერხულობიდან გამომდინარე და ეს არის სოციალური წნეხი, რაც არ უნდა ვთქვათ, ხო? იქნება როგორც კლიენტისთვის, ასევე coach-ისთვისაც, ხო? თუ განვიხილავთ როგორც კლიენტისთვის, რატომ, ხო? ის ისედაც ვთქვათ, მოსული შეიძლება იყოს ისეთი საკითხით, ან ისეთი თემაზე საუბრობდეს, რომ პასუხის არ გაცემით
გაცემა ან ვერ გაცემა თავის დროზე, თავის თავად მისთვისაც ეს არის სტრესი და როდესაც იცის რომ ელოდება პასუხს კოუჩი და ვერცემს, ამ შემთხვევაში ეწყება შფოთვა, ნერვიულობა და რას იწყებს, აი რაც ვისაუბრეთ, რომ ავტოპილოტის რეჟიმზე გადადის და პასუხებს ავტომატურად ცემს, იმიტომ რომ ის რაღაც იცარიელეს შეავსოს. კოუჩისთვის ეს შემთხვევა დისკომფორტია იმისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ჩემი ზარი ეკლესიის და ცნობილი ზარია. და კოუჩისთვის ეს შეიძლება იყოს რთული, იმიტომ რომ მასაც აქვს ეს სოციალური წნეხი, შეიძლება იფიქროს, რომ იმიტომ კლიენტმა მასე იფიქროს, რომ მას აღარ აქვს კითხვა, არ იცის ესია როგორ წაიყვანოს, არ იცის რა დასვას, როგორ წარმართოს და შესაბამისად იმისთვის რომ ეს დისკომფორტი გადაიქმნას ის პროცესში შედეგად აუცილებელია რომ აი ეს პაუზეს ფლობდეს კლიენტთან ერთად კოუჩიც და მთავარი მიზანი ის არის რომ კოუჩმა შეძლოს აი ამ დისკომფორტის დობად გადაქცევა და თუ კოუჩს აქვს გააზრებული და იცის რომ ეს დისკომფორტი მას თავდაჯერებულად აგრძნობინებს, შესაბამისად მას შეუძლია და იცის რატომ აკეთებს ამ პაუზას, გაცნობიერებული აქვს, ხო? შესაბამისად ის არ მოქმედებს იმპულსურად, მისი ეს თვითდაჯერებულობა და სიმშვიდე, რა თქმა უნდა, კლიენტზეც გადადის და ამასთან ერთად მას აქვს მიმღებლობა კლიენტის იმ მდგომარეობის, თუნდაც იმ გაურკვევლობის, რაშიც იმყოფება კლიენტი და იმის ნაცვლად რომ რაღაც სხვა აზრები გქონდეს არის კონცენტრირებული რა თქმა უნდა კლიენტზე აქვს მყოფადობა და აქტიური მოსმენა ხო იმ შემთხვევაში როდესაც ის ამ პაუზებს სწორად მართავს იცის რატომ აკეთებს და შეგნებულად არის რა თქმა უნდა ეს ამ ღირსი არჩევა ვიდრე მე გავაგრძელებ ამ თემას ერთი კითხვა კიდევ მექნება თქვენთან და უბრალოდ ამ კითხვაზე თქვენ პასუხები მოინიშნეთ და შემდეგ, როდესაც დავასრულებთ, შემდეგ დავუბრუნდებით. კითხვა ასეთია, რა არის, აი, ცხოვრების ახლა ამ ეტაპზე თქვენთან ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა თქვენთვის ცხოვრების ამ ეტაპზე. ეს კითხვა მოინიშნეთ, პასუხი შეიძლება იყოს ერთი წინადადებით, თუ ვინმეს გაქვთ სურვილი რომ გააზიაროთ და თქვათ, კი ბატონო, ძალიან კარგი იქნება, თუ არა და მოინიშნეთ პასუხები და ჩვენ ამას დავუბრუნდებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე თუ რა არის პაუზა, რატომ გვჭირდება, რატომ შეიძლება დასჭირდეს კლიენტსაც, რატომ გვაქვს ეს მომენტი, ტიპებზეც ვისაუბრეთ, თუმცა რა თქმა უნდა, რომ პაუზა ამით არ მთავრდება სესიის პროცესში და გვაქვს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები, როდესაც კოუჩი აუცილებლად თითქმის ყველა სესიის პროცესში ამ მოცემულობის დროს აუცილებლად უნდა გააკეთოს პაუზა. პირველი ეს არის გაცნობიერება. ჩვენ ვთქვით, რომ სჭირდება კლიენტს სივრცე, სჭირდება დრო, რომ მოახდინოს გაცნობიერება, მაგრამ თუ გაცნობიერების პროცესში, აი მაგალითად მე მქონია ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ ისეთი გაცნობიერება ქონია კლიენტს, რომ უთქვას, აი მაგალითად შეიძლება თქვას, რომ აი თუ მე 10 წელი მე ძალიან კარგი გოგოს როლს ვთამაშობდი, იმიტომ რომ არ ვიცი ეს თავს მაგრძნობინებდა სრულყოფილად, ხო? და მსგავსი არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც კლიენტი ასახელებს ძალიან დიდ მიდის, ძალიან დიდ გაცნობიერებამდე, მიუხედავად იმისა, რა ძალიან მაგარი კითხვაც არ უნდა დაუსვათ ამ დროს, ან გქონდეს, ხო? აუცილებელია მან ეს გაცნობიერების პროცესი შეიცნოს და ამ გაცნობიერებაში ის დარჩეს, რადგან ის პროცესი მაშინ უნდა დაილექოს და შეიგრძნოს ის, რაც იმ მომენტში გააცნობიერა. იგივე არის, როდესაც ის საუბრობს რაიმე მისთვის ემოციურ მდგომარეობაზე, ემოციურ მომენტზე და არ აქვს მნიშვნელობა ეს შეიძლება წარსული იყოს, აი მომავალი სიტუაციის
მოცემული სიტუაციიდან იყოს გამოწვეული, ხომ? თავარია, რომ ის ემოციური მომენტი, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება რომ ჩვენამდე საერთოდაც არ გქონოდა იმ ემოციებზე ესე შეხება, ვერ შეძლო აქამდე საუბარი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აქაც ნებისმიერ შემთხვევაში კლიენტმა შეძლოს თავისი ემოციების გამოხატვა. ალბათ მესამე პუნქტი, ალბათ ყველასთვის საინტერესო და ნაცნობი შეიძლება იყოს, როდესაც კლიენტს აქვს პასუხი არ ვიცი და მეც მქონდა ესეთი მომენტები, კლიენტისგან პასუხი არ ვიცი. რეალურად თუ არ ვიცი ის დროს ჩვენ ვინარჩუნებთ პაუზას და ეგრევე აქაც კითხვაზე არ გადავდივართ და ვუტყვებ სივრცეს, ავტომატურად იგზავნება ესეც იმპულსი, რომ მან ამ კითხვას, რომელზეც პასუხა არ ვიცი, რეალურად დაიწყოს ძებნა. თუნდაც ეს გარედან არ ჩანდეს და ჩვენ ვერ ვამჩნევდეთ, მის ტვინში აუცილებლად მიმდინარეობს ეს ძიების პროცესი და აქაც მნიშვნელოვანია, რომ პაუზა შეინარჩუნოს კოუჩმა. და ბოლო, რომელიც თელემისიის პროცესში განსაზღვრავს ამ დუმილის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღერძს, ეს არის მეტაფორა. ხო, მით უმეტეს, როდესაც კლიენტი თავად იწყებს მეტაფორით საუბარს, ხო? და შესაბამისად, როდის შეიძლება გამოიყენოს, დასჭირდეს, როდესაც საკუთარი მდგომარეობის ან სიტუაციის გადმოსაცემად აღარ ყოფნის სიტყვები, ან ვერ პოულობს იმ კონკრეტულ სიტყვას, რომელიც გადმოსცემს მის მდგომარეობას და ამ დროს შეიძლება დაიხმაროს, ხო, კონკრეტული მეტაფორა და არ შეიძლება, რომ ეს მეტაფორის უარყოფა არ შეიძლება ზოგადად და მით უმეტეს ის რომ არ დავასრულებინოთ, ხო? პირიქით, ეს არის მისთვის ის საშუალება, სადაც გადმოსცემს იმას თუ რას გრძნობს, როგორ გრძნობს და ყოველ შემთხვევაში მისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეტაფორა. ამიტომ, როდესაც ჩვენ კლიენტი საუბრობს მეტაფორაზე, აქაც მნიშვნელოვანია ეს დუმილი და პაუზა შევინარჩუნოთ, რათა მას უფრო მეტი გაცნობიერება მოყვეს. ძირითადად, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს პაუზას და იმ მომენტებს, როდის უნდა შევინარჩუნოთ და როდის რატო არის ზოგადად მნიშვნელოვანი პაუზა, არის მომენტი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს კიდევაც შეკითხვა, რომ რამდენი ხანი შეიძლება იყოს კლიენტი გაჩუმებული, ხო? ან როგორ უნდა მივხვდე ის რა პროცესს გადის. მაგალითად, ეხლა მექნება, ვიდრე ამ დეტალს განვიხილავ, კიდევ ერთი კითხვა მექნება, ვისაც სურვილი ექნება, გამიხარდება თუ დააფიქსირებს, თან მით უმეტეს ახლა აქ ძირითადად ყველა ისეთი საზოგადოება, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს და საინტერესოც იქნება, შეიძლება განსხვავებული აზრიც იყოს, ვის უფრო შეიძლება სჭირდებოდეს პაუზა, coach თუ კლიენტს და ვისთვის შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, საინტერესო იქნება თუ ვინმე დააფიქსირებს. თუნდაც თავის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ისევ მოიწეროთ და ოკეი, პროცესი ორივეს. კი ბატონო. კლიენტს ორივეს. კი, ორივეს. ძირითადად მაინც ვფიქრობ, რა ასე გაიყოფა გამოცდილებიდან და ისედაც აზრიც, რომ ორივე სჭირდება, ან კლიენტს უფრო სჭირდება. ვფიქრობ, რომ უფრო კლიენტს სჭირდება. კი ბატონო, მადლობა პასუხებისთვის. ნანა კლიენტს. მე ვიტყოდი, რომ პაუზა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და ის უფრო სჭირდება ორივეს, რა თქმა უნდა, მაგრამ coach უფრო მეტად სჭირდება. და რატომ? იმიტომ რომ თუ coach-ი პაუზის დროს არ არის ამ პაუზაში თავს ვერ გრძნობს მშვიდად, ვერ შეინარჩუნა ან თუნდაც 7 წამის განმავლობაში პაუზა და
შეიძლება შეეცადოს, რომ არ დასვას ეს გააკეთოს ეს პაუზა, თუმცა აი ამ პაუზის მომენტში ძალიან შფოთავდეს. ან ეს მისი აღელვება აუცილებლად ატყობს ხოლმე კლიენტი ამას და გადადის აუცილებლად კლიენტზე. შესაბამისად, ძალიან ეს არის პატარა ტექნიკა, უფრო coach-ისთვის ვიდრე კლიენტისთვის და რატომ? იმიტომ რომ როდესაც coach-ი არის მშვიდი, თავდაჯერებული, აკონტროლებს ამ პაუზას და იცის რატომ აკეთებს, მისი ეს თავდაჯერებულობა აუცილებლად სარკისებროდ აისახება კლიენტზეც და კლიენტს რეალურად რა სჭირდება ხო ჩვენგან? გქონდეს ნდობა პროცესის მიმართ, coach-ის მიმართ და თუ შედეგისთვის, როგორც წეღავ თქვი, მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ისეთი გარემო, სადაც ის შეძლებს ავტოპილოტის რეჟიმიდან გადავიდეს რეფლექსიაზე. და შესაბამისად, როდესაც მისი coach, მის წინჯდომი coach-ი, აი პაუზის დროსაც კი ძალიან მშვიდად არის თავდაჯერებული, აქვს კლიენტის მიმართ ეს პატივისცემა, ნდობა, შესაბამისად იგივეს აირეკლავს და ამ დროს კლიენტი არის უფრო მშვიდად, უფრო მოდუნებული, ნდობა აქვს პროცესის მიმართ და ის გადადის ზუსტად იმ მომენტში, რაც მისთვის მნიშვნელოვანი, ანუ აქვს ის სივრცე და გარემო, რომ განიცადოს რეფლექსია. და აი ეს ციფრები ხო 7 წამის წესი, ეს პირობითად ეს 7 ციფრი ხო, ეს არ არის რაიმე ესე კონკრეტულად განსაზღვრელი მოცემულობა, რომელიც მაინც და მაინც 7 უნდა იყოს, იმიტომ რომ ნეირომეცნიერულადაც კი ყველა ადამიანს სხვადასხვა წამი შეიძლება დაჭირდეს ახალი ნეირონის წარმოქმნისას, წარმოსაქმნელად და ახალი, ესე ვთქვათ, ინსაიტისთვის, ხო, ვიღაცას შეიძლება დაჭირდეს 3 წუთი, ვიღაცას 5, 10, 15 წამი და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ეს არის პირობითი ციფრი, რომელიც გვიჩვენებს ზუსტად იმას, რომ თუ კლიენტი პირველი 0-დან 3 წამის განმავლობაში ჩვენს კითხვაზე პასუხობს, ეს პასუხი ყოველთვის არის ზედაპირული. ხო, აი წევანდელი მაგალითი რომ გავიმეოროთ, თუ ადამიანი გვხვდება ესე ქუჩაში და გვეკითხება, ანუ ვეკითხებით როგორ ხარ, ამაზე პასუხი, კარგად შენ ან რა შვები და არაფერს, ხო, არის ძირითადად 0-დან 3 წამის განმავლობაში და ეს პასუხები ყოველთვის არის ზედაპირული. თუ კლიენტის პაუზა, იგივე ჩვენი პაუზა, ხო, გრძელდება 3-დან 7 წამის მანძილზე, ამ დროს ტვინს აქვს დრო და გადადის ის ტრანსფორმაციის პროცესში, ძიების პროცესში, სადაც იქ ჩნდება ცვლილებები, ხო? და შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პაუზა სესიის და ეს წამი პროცესში. თუ ჩვენი კლიენტი ჩერდება და ჩვენც შესაბამისად თუნდაც კითხვის დასმამდე მოსმენის პროცესში ვჩერდებით 7 წამიდან ზემოთ, ზუსტად ეს ის მომენტია, სადაც იბადება, იქმნება ახალი წარმოიქმნება ახალი ნეირონები, იბადება, იქმნება ინსაიტი, გაცნობიერება და ეს ის პროცესია, რომელიც გადის შემდეგ უკვე შედეგზე, ხო? ამიტომ ეს პირობითად მოცემული 7 ციფრი პირობითია, თუმცა სესიის პროცესში coach-ისთვის ყველაზე დამხმარე და მნიშვნელოვანი მომენტია. და რომ დავუბრუნდეთ ვიდრე ჩვენს პირველ დასმულ შეკითხვას განვიხილავთ, რაც მოინიშნეთ, კიდევ ერთხელ ესე შევაჯამოთ, მინდა რომ გადმოვცე პაუზის მნიშვნელობა, ხო? ეს არის პაუზა, რომელიც აძლევს საშუალებას coach-ს იყოს მყოფადი და
მყოფადობის შენარჩუნება coach-თან, კლიენტთან ეს არის ის, რაც მას სჭირდება აქტიური მოსმენა, მყოფადობა და კლიენტზე კონცენტრირება და პაუზა, რომელიც მყოფადობასთან ერთად ქმნის ზუსტად გაცნობიერებას, ხო? და ეს ორი მნიშვნელოვანი პუნქტი წარმოიქმნება აი ამ ჩვენი სიჩუმეში ყოფნით, რომელიც კლიენტისთვის არის უკვე გაცნობიერების შედეგი და მიზანი. მე წეღან, როდესაც დავსვი შეკითხვა, რომ რა იქნებოდა თქვენი, რა არის თქვენი ამჟამინდელი გამოწვევა, ამ შეკითხვას მინდა რომ დავუბრუნდეთ, ვისაც გექნებათ სურვილი რომ ხმამაღლა დააფიქსროთ და გააჟღეროთ, უკვე ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ შესაბამისად ამ კითხვის მთავარ არსზე გადავალ. იგივე კითხვა მინდა რომ ისევ დაუსვათ ახლა საკუთარ თავს, უბრალოდ ვიდრე პასუხს გასცემთ, დაახლოებით 7 წამი გაჩერდით, დააყოვნეთ ეს პასუხი, რაც შეიძლება მოვიდეს რაიმე პასუხი, თუმცა დააყოვნდით დაახლოებით 7 წამის განმავლობაში და შემდეგ ისე უპასუხეთ. და თუ ვინმე სურვილი ექნება რომ გააზიაროს, სხვაობა თუნდაც ძალიან მოხარული ვიქნები. ან შეგიძლიათ მოიწეროთ 7 წამის შემდეგ, როდესაც დაფიქრდით იგივე კითხვაზე, რა შეიცვალა. თუ დაასრულეთ და გაეცით ამ 7 კლიენტისთვის, იმიტომ რომ აქ მგონი. დისციპლინა და ფოკუსია. კი ბატონო. ანუ თვითდისციპლინა და ფოკუსი, ეს პასუხები სხვაობა, თუ სწორად მივხვდი, კითხვის პირველი კითხვა, პირველად რო დასვით ეს მოვიდა და მეორედ ფოკუსი. თუ ვინმეს აქვს სურვილი რომ ესე გაგვაცნოს, რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ, უფრო მოტივაცია მიტაცებთ ფიქრები და ვიკარგები. კი ბატონო, ესეც საინტერესოა. თუმცა, აი, მაგალითად, რა არის ის სხვაობა, როდესაც პირველად დასმულ შეკითხვას პირველად უცებ მოსულ პასუხს ვაფიქსირებთ და როდესაც მოდის ეს პასუხი, გადაცემის ნაცვლად კიდევ ვყომდებით იმ 7 წამი, რომ მივცეთ საკუთარ თავს ის სივრცე ამ კითხვაზე უფრო უკეთ დავფიქრდეთ. ზოგადად ხომ 100 არის იმისთვის, რომ ჩვენ შეკითხვაზე, ხო, თუნდაც არ გამოიწვიოს, რომ დიდხანს ფიქრი შეიძლება კიდევ უფრო სხვა აზრები წარმოიღოს, ხო? მაგრამ ეს პირიქით სესიის პროცესშიც და კლიენტისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით, ხო, ისედაც და განსაკუთრებით სესიის პროცესში პირველი 10 წუთი, 10-15 წუთი კლიენტი ისედაც გველაპარაკება ხოლმე ზედაპირულად, ხო? ისედაც მას სჭირდება გარკვეული დრო და არსებობს ამისთვის არის რამოდენიმე ტექნიკა, რომელიც ზუსტად ამას ემსახურება, რომ ჯერ კლიენტი ვიდრე თავის ზედაპირულ პასუხებს მოიშორებს და გამოუშვებს, სჭირდება გარკვეული დრო ტვინსაც და შემდეგ უკვე გადადის იმ სიღრმეზე და რეფლექსიაზე, რაზეც წეღან ვისაუბრე. მე იმდენად მეკომფორტდუმილი, სულ ჩუმად შემიძლია ვიყო. კი, ნამდვილად ძალიან საინტერესოა.
პირველი იყო საკუთარი შრომის გაუფასურება და შემდეგ წამოვიდა თვითდისციპლინა და ფოკუსი. კი ბატონო. დაფიქრების შემდეგ სხვა პასუხი მოვიდა. როცა ფოკუსირებული არ ვარ, შემდეგ მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც არასრულყოფილად გავაკეთე. კი ბატონო, რეალურად აი ეს მაგალითიც და ეს შეკითხვაც რას ემსახურებოდა, რომ უკვე თქვენს საკუთარ თავზეც დააკვირდეთ, რომ როდესაც ჩვენ ვუტოვებთ სესიის პროცესში კლიენტებს დროს, სივრცეს და არ არის მთავარი რამდენ შეკითხვას დავსვათ ხო სესიის პროცესში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი შეიძლება შეკითხვები იყოს, თუ ის მიმდინარეობს სისწრაფით, ხო? დაისვა შეკითხვა, პასუხის გაცემა შეიძლება არც დაელოდოს და გადავიდეთ ხო შემდეგზე. შესაბამისად, სესიის პროცესში არ აქვს მნიშვნელობა რამდენ შეკითხვას დავსვათ, არამედ იმას, თუ რამდენად ვინარჩუნებთ პაუზას, რომ კონდეს კლიენტს ის სივრცე, რაც სჭირდება, ხო? და შესაბამისად, აქაც თქვენს მიერ მოწერულ მაგალითებშიც ხო ის ჩანს, რომ როდესაც დავფიქრდებით და გვაქვს ეს პაუზა გონებაში, შესაბამისად მოდის ის ვარიანტები და რასაც უფრო მეტ დროს ვაძლევთ საკუთარ თავს, ხო, უფრო მეტი და უფრო მეტი პასუხი მოდის, უფრო სიღრმეში ჩავდივართ და შესაბამისად უფრო მეტად ვუახლოვდებით იმ დალექილ და ესე ვთქვათ დაკეტილ საკითხებს, რაც რეალურად ზემოდან ჩვენ გვმართავს, ისე რომ ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. თუ დავუბრუნდებით ICF-ის ღირებულებებს და coaching-ის პროცესს, ხო, ზუსტადაც ეს არის ICF-ის ღირებულება, რომ ჩვენ კლიენტთან კონდეს ეს თანამშრომლობა, პატივისცემა მისი, თუნდაც აი იმ პროცესში, როდესაც მასში არის გაურკვევლობა, თუნდაც ის რომ ვერ ახერხებს რაღაცა ზე პასუხი ჰქონდეს და ის რომ განვითარების პროცესია ის ჩვენთვისაც, ხო, როგორც კოუჩებისთვისაც ნებისმიერ სესიის პროცესი და ამაზე დგას ICF-ის ღირებულებაც, ზუსტად იმიტომ განისაზღვრება ის ხარისხიც, ხო, კოუჩინგში. შესაბამისად, ეს არის მთლიანი, რომ ესე ვთქვათ, დასასრულისკენ რო წავიდეთ, ეს არის ის მთავარი პაუზა, რომელიც სესიაში განსაზღვრავს ყველაზე მნიშვნელოვანს, რის გამოც ხო კლიენტი მოდის ჩვენთან, იმიტომ რომ მან მიიღოს შედეგი. შესაბამისად, თუ სესიის პროცესი მიმდინარეობს coach-ისთვის ძალიან მშვიდად ამ პაუზების დაცვით და იყენებს მაშინ, როდესაც ეს კლიენტს ყველაზე მეტად სჭირდება, ძალიან მარტივია, რომ კლიენტი ზედაპირის შრიდან გადავიდეს უკვე იქ, სადაც მოახდენს რეფლექსიას და ჩვენთანაც ამიტომ მოდის, ხო, რომ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ესე არ აქვს იმის დრო, მოცემულობა, რომ გარკვეული დრო დაუთმოს ან დაუსვა საკუთარ თავს რაღაც შეკითხვა, რაზეც ის მოახდენს რეფლექსიას და შესაბამისად ამ პაუზების დაცვა და გამოყენება სესიის პროცესში განსაზღვრავს უკვე კლიენტის შედეგს, იმ გაცნობიერებას, რომელიც მას სჭირდება. შეკითხვები თუ გაქვთ, სიამოვნებით მოვისმე. ან რამის გაზიარება თუ დაგჭირდებთ. თქვენი ირმას აქ ხელი აწეული. საღამოშიდობის კიდევ ერთხელ ნესტან ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ისეთი იყო, საინტერესოდ იყო ეს პაუზის თემა წარმოდგენილი. ორი კითხვა მაქვს თქვენთან. პირველი, ვერ მივადევნე თვალი, პირველ სლაიდზე თქვენ გქონდათ მეშვიდე და მერვე კომპეტენციაზე დაყრდნობით, მე მგონი ესე გქონდათ მითითებული, ხო? კი. მხოლოდ ეს ორი კომპეტენცია იყო მითითებული.
კი, ძირითადად ეს ორი, იმიტომ რომ თუ პაუზას მართვა ესე წარმოვაჩინე, რომ პაუზა, როდესაც შეუძლია coach-ს მართოს და ამ პაუზით ის იყოს სესიის პროცესში თავდაჯერებული, შესაბამისად ეს აძლევს საშუალებას, რომ იყოს მყოფადობაში სესიის პროცესში და მყოფადობა ვიცით, რომ კომპეტენციის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია და მყოფადობაც თავისთავად უკვე მოიცავს აქტიურ მოსმენას, ხო? თუ ვართ მყოფადი, ვუსმენთ კლიენტს და შესაბამისად ეს პაუზაც ბადებს უკვე თუ ვინარჩუნებთ და ვიყენებთ მას სწორად, რაზეც ვისაუბრე, რომ მოაქვს ზუსტად ის გაცნობიერება, იმიტომ რომ ჩვენს როგორც coach სჭირდება, რომ დასვას ის შეკითხვა რა საკუთარი თავიდან გამომდინარე, ასევე აუცილებლად სჭირდება კლიენტსაც, რომ ჰქონდეს ჯერ პირველში ის დრო და სივრცე და ის კარგად ეს დასმული პაუზები იწვევს უკვე მასში გაცნობიერებას. მადლობა, მე განაწინააღმდეგობას გიწევთ, უბრალოდ დავაზუსტე. თქვენ რასაც საუბრობთ coaching-ურ ყოფაზე, აქ და ახლა ყოფნაზე, მეხუთე კომპეტენციის პირდაპირი ნაწილია, მეხუთე კომპეტენციის მეშვიდე პუნქტია და რატომ არ ქონდათ გამოტანილი, თქვათ მეშვიდე და მერვე კომპეტენციასთან ერთად მეხუთე კომპეტენცია, ეს კითხვა მექნება, პირველი კითხვა ეს იქნება ჩემი და მეორე კითხვა თქვენ თვითონ პრაქტიკაში როგორ გქონიათ ყველაზე დიდი ხანგრძლივობის პაუზა თუ გახსოვთ კლიენტთან. ეს ორი კითხვა მექნება. მადლობა. რაც შეეხება პირველ კითხვას, ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ ეს მეხუთე კომპეტენცია მთლიანად სრულად გადმომეცა და უფრო კარგადაც წარმოაჩინა და მთლიან კომპეტენციას და მით უმეტეს ამ პაუზასთან მართებაში, თუმცა რატომღაც მაინც აი ამ კონკრეტულ მომენტზე მინდოდა მთელი ყურადღება გამემახვილებინა. რაც შეეხება ჩემ პრაქტიკას, თუ დასაწყისე თუ ვისაუბრებ საერთოდ როგორც აღნიშნე დასაწყისი მაგალითები ძალიან მოკლე პაუზები მქონდა ხოლმე და შესაბამისად როგორც კი რაღაც შეკითხვას დავსვამდი და კლიენტი ჩუმდებოდა, ვცდილობდი ამის შევსებას. თუმცა მე უკვე ყველაზე როცა მე ვიყავი კლიენტი და პირველად საკუთარ თავზე ამ პაუზებით გამოვცადე შედეგი, ძალიან ესე თქვა პროფესიონალური თვალსაზრისით მიტარებდნენ ამ სესიებს და იქ coach-ი მე მიკეთებდა ამ პაუზას, მაშინ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო და ამის შემდეგ დავიწყე უკვე. რამდენად ეხლა ყოველთვის ვახერხებ, რომ მთლიანი რაზეც ვისაუბრე, ხო, მთლიანი სესიის პროცესში ეს პაუზები დავიჭირო, მაქსიმალურად აი იქ სადაც ყველაზე მეტად ვცდილობ ვხედავ ხოლმე განსაკუთრებით არავერბალულ ნაწილს, რაცა ეთყობა კლიენტს რა პროცესია. იქ ყოველთვის ვცდილობ და დაახლოებით ყველა ჯერზე ვერ ვიტყვი, რომ ეს 7 წამამდეა, მაგრამ დაახლოებით 3-დან 5 წამამდე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ გავაკეთო. თუმცა არა ყოველ, ესე რომ ვთქვათ, ყოველ შეკითხვის შემდეგ ამ მთლიან პროცესში. ეს ხდება მთლიან სესიის პროცესში გარკვეულ მონაკვეთებში, მაგრამ არა მთლიანად მუდმივ 30 ან 40 წუთის მანძილზე. ნახეთ თქვენ მე არასწორად დამინახავს, ანუ მანქანაში ვიჯექი და ვერ დავინახე. თქვენ გქონიათ მეხუთე და მერვე კომპეტენცია მითითებული? მეხუთე და მეშვიდე და მე დავინახე მერვე და მეშვიდე. ასე რომ თქვენ გქონიათ მეხუთე კომპეტენცია მითითებული? მე დამინახავს არასწორად. ხო, რა თქვენც რაღაცა ისე დაბნეულად გამეცეთ პასუხი. ანუ 7 წამზე მეტი თქვენი პაუზა არ გაგრძელებულა არასდროს. არა, თუ თქვათ არ ჩავთ coaching-ურ სესიებს, არა. თუმცა coaching-ურ სესიებს გულისხმობ, coach სესიაზე გულისხმობ, როგორც coach, რამდენ ხანს გქონიათ ყველაზე დიდ ხანს პაუზა? მახლობით 3-დან 5 წამამდე.
მეტი არ. კი ბატონო, კარგი, მადლობა ძალიან დიდი მადლობა. და მესამე არაფორმალური კითხვა, რა ქუჩაზე ცხოვრობთ და რატომ არის ეგზარი ესეთი ცნობილი ზარი? ვერ მივხვდი. მე ხა ის იტალიაში ცხოვრობ, არ ვარ საქართველოში და აქ იტალიაში ხართ? აქ ჩემს სახლთან არის ეკლესია, რომელიც ყველა ნახევარსაათში რეკავს ზარებს. გავიგე, მე რატოა ცნობილი ზარი ვიფიქრე რაღაცა. ვინც იცნობს და ხშირად ქონია ჩემთან ჩართვან შეხვედრა, მათთვის ნაცნობია. ანუ აქედან დასკვნა ჩვენ არ ქონია ჩართვა ხშირად და ეს უნდა გამოვასწოროთ. მადლობა ძალიან დიდი დღევანდელი სემინარისთვის, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა შენ კითხვებისთვის. თუ გაქვთ კიდე სოფოს აქ ხელი აწეული, სოფო გისმენთ. ისმის ახლა ჩემი ხმა? კი, ისმის. ხო, საჭესთან ვარ უკაცრავად. ნესტან მადლობა, სასიამოვნოა რომ მოკლედ ჩართვა გვაქვს თქვენთან. და ჩემი შეკითხვა შემდეგნაირია. როგორ ხვდებით სესიის დროს, რომ ახლა უნდა აიღოთ პაუზა? აი, ამაზე რამოდენიმე ის მნიშვნელოვანი პუნქტები, რაც მქონდა, ეს არის, როდესაც გარდა იმისა, რომ ვიდრე კითხვას დავსვამთ, ეს აქ უნდა, როგორც კოუჩმა ვახსენე, რომ შეიძლება კლიენტი ისეთ თემაზე საუბრობდეს, რომ ჩვენთვის ეს რაღაც დონეზე იყოს ნაცნობი, ან აქტიური, ან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, აუცილებლად თუ ესეთი საკითხი იქნება, აქ ჭირდება ეს პაუზა. ზოგადად, როდესაც გასწრდება, როდესაც კლიენტი გვპასუხობს და ჩვენი კითხვის შემდეგ კლიენტი დაიწყო პასუხის გაცემა, ხო, მოკლედ რო ვთქვათ, შეიძლება აქ უნდა გქონდეს პაუზა, იმიტომ რომ ამ პასუხს შეიძლება რომ აღებული პაუზის შესაბამისად მოყვეს მეორე პასუხი და ზოგადად მეორე პასუხი სესიის პროცესშიც არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ პირველი საუბრის პროცესში შეიძლება იმდენად ნელ-ნელა გაიხსნას, რომ თუ შევინარჩუნებთ ეს პაუზა, კიდევ დაამატოს და თქვას, რომ აი კიდევ ეს გამახსენდა და კიდევ ამას დავამატებ. გარდა ამისა, ასევე ვთქვი, რომ როდესაც ამ საუბრებს მოახდინა რაღაც გაცნობიერება, ხო? ამ პროცესშიც მნიშვნელოვანია, რომ მან ეს გაცნობიერება, რაც განიცდის და აქვს სესიის პროცესში, აქ გქონდეს აქაც პაუზა, ხო? რომ ეს გაცნობიერება ბოლომდე რაც მიიღო, დაილექოს მასში და გონების დონეზე ის აღიქვას. შესაბამისად, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეს პუნქტები, ან როდესაც საუბრობს მაგალითად ემოციურ მომენტზე, მისთვის ძალიან ემოციურ მომენტზე, შეიძლება ეს იყოს ძველი თემიდან გამომდინარე, არ იყოს აწმყოში მაინც და მაინც, თუმცა თუ ის სესიაზე და სესიის პროცესზე შედგება და მნიშვნელოვანია, აქაც იმიტომ რომ რეალურად ადამიანის ტრანსფორმაცია იწყება რაღაცა განაპირობებს რაღაც ნეგატიური გამოცდილება, რაღაც ტკივილი და სწორედ ამიტომ მოდის. შესაბამისად, ის ემოციური ფონზე, რაც მისთვის შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი გადამწყვეტი, აქაც ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ პაუზა, დაასრულოს და გახსნილ მაგ დროს კიდევ ამას დავამატებ, რომ კლიენტი არის უფრო ნელ-ნელა იხსნება, როდესაც ასეთ მისთვის ემოციურ თემაზე საუბრობს და გვიზიარებს. ამიტომ აქ კითხვით შესვლა და დამატებით, რაც არ უნდა კარგი კითხვა იყოს, უბრალოდ რაღაცნაირად მას უკან აბრუნებს, რაც შეიძლება აქამდე იყოს გახსნილი და ასე ვთქვათ, იხსნებოდეს კლიენტი. თუ გასუხეთ სოფო შენს კი, დიდი მადლობა. ძალიან ისე უპასუხოთ უპასუხე. უბრალოდ ჩაკითხვას რატო გავაკეთებ, იცი? როდის ხვდები, ანუ კითხვის შინაარსი ეს იყო და ანუ პაუზა, აი, всё, დამთავრდა. აი, რამდენი ხანი უპასუხე იმას 3-დან 5 წამამდეო, მაგრამ აი, როგორც შინაგანი პროცესია, შენი როგორც კოუჩის, მაგიტომ ვკითხულობ, რომ
აი ეხლა შემდეგი კითხვა უნდა დავსვა, აი ეს ინტუიციურად ხდება რამე ტექნიკა, ანუ უბრალოდ აი ეს კი, გასაგებია. ბუნებრივი კითხვა რა. რა თქმა უნდა, ალბათ პირველი ის მომენტი, როდესაც კოუჩი არის კლიენტთან მყოფადი და არის აქტიურ მოსმენაში, კონცენტრირებული ხო ის გრძნობს კლიენტის ენერგიასაც და აუცილებლად როდესაც კლიენტი მივა რაღაც გაცნობიერებამდე, მაგალითად ამ კუთხით თუ გავიდეთ, მას აუცილებლად ეცვლება სახის ფორმა, მიმიკა, აუცილებლად არავერბალური ნაწილი საუბრობს იმაზე მეც, ვიდრე შეიძლება მან პასუხი გაგვცეს. შესაბამისად, ერთ-ერთი არის როგორ უნდა შეიძლება მივხვდე პირადად მე როგორც კოუჩი, რომ პაუზა დასრულდა, გარდა იმ წამებისა, ხო? ეს აუცილებლად კლიენტზე დაკვირვების შედეგად აისახება. დიდი მადლობა. მგონი გოჩა შენს გაქვს. გოჩას აქვს ხელი აწევ. გოჩა გისმენთ. არის მის გოჩა მიკროფონი გაქვს გამართული. შეიძლება მოგეჩვენოთ რომ პროვოკაციული შეკითხვა, მაგრამ მე მაინტერესებს და ამიტომ დავსვამ ამ კითხვას. არა დასვი, ვიცი შენი კითხვა. მაინც ვინ არის აი ამ სიჩუმის პაუზის ავტორი? კოუჩი, რომელიც სვამს კითხვას და შემდეგ ფიქრობს კლიენტი, თუ კლიენტი, რომელიც ფიქრობს და მისგან მოდის ეს პაუზა? თუ არსებობს კიდევ რაღაცა მესამე ძალა? აი ეს კითხვა ზოგადად წეღან თქვათ იგივე დავსვი ფაქტიურად მე, როდესაც ვიკითხე რომ აი თქვენი გამოცდილებიდან, თუნდაც თქვენი გამოცდილებიდან ან თქვენი აზრით რომელისთვის უფრო მნიშვნელოვანია თქო. და შესაბამისად კლიენტს უბრალოდ ეს ყველაფერი სჭირდება კოუჩისგან იმისთვის რომ მან თავის საკითხთან ერთად მოახდინოს იმ სივრცეში ყოფნა, ის გარემო ჰქონდეს, რომ შესაბამისად ამ თუნდაც კარგი ძალიან ძლიერი კითხვის დასმის შედეგად მან განიცადოს რეფლექსია. ის, რასაც შეიძლება მარტო საკუთარ თავთან ვერ აკეთებდეს, ხო? და ვერ უსვამდეს ამ შეკითხვას, ან არ ჰქონდეს ამის გარემო სიტუაცია, ან ისედაც, იმიტომ რომ ჩვენ გონება ყოველთვის გადადის იქ და გამარტივებაზეა, ქვეცნობიერი აუცილებლად თავის პროგრამა ფუნქციას ასრულებს, ხო? და შესაბამისად ეს არის კოუჩისთვის, რომელმაც ამ პაუზის მნიშვნელობას სესიის პროცესში აცნობიერებს, იმიტომ რომ პირველ რიგში მასაც სჭირდება და ავხსენი რატომ და მეორე რომ ამ პროცესში იმის ნაცვლად ერთ კითხვას მეორე კითხვა მოაყოლოს და ესე ვთქვათ გადავიდეს კითხვიდან კითხვაზე ან პროცესებიდან რაც შეიძლება ერთმა კითხვამ გამოიწვიოს ზუსტად იცის ეს მართვის პაუზის მნიშვნელობა და შესაბამისად ეს არის კოუჩისთვის. თუ დამატებით განსხვავებული შეიძლება გამოცდილებიდანაც გქონდეთ რაიმე სხვა ან თქვათ იყოს მესამე ვერსიაც, რა თქმა უნდა რომ მე ამას არ ვამტკიცებ, რომ მაინც და მაინც ეს არის კოუჩის, ხო? ეს უბრალოდ არის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს კოუჩი პროცესში იმისთვის, რომ კლიენტს არამხოლოდ ნდობა შეუქმნას, არამხოლოდ ის სივრცე მისცეს, არამედ დაეხმაროს იმ გაცნობიერებაში, რაც მარტო მისთვის არის ამ ეტაპზე შეუძლებელი მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე. არ ვიცი რამდენად მისაღებია შენთვის ეს პასუხი. მადლობთ. გაიხ, ნატალია, შენს გაქვს გონი ხელი. მადლობა. ნესტან, მადლობა, ძალიან საინტერესოა. მე რა მაინტერესებს იცით, არსებობს ესეთი სიტუაცია, როცა პაუზა და სიჩუმე შეიძლება იყოს უადგილო და პროცესის შემაფერხებელი. ანუ დამოკიდებულია, ნახეთ, მე როდესაც წეღან ვსაუბრობდი 7 წამის წესზე, ხო? აქ
არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდებით, ხო? განსხვავდებით თუნდაც აზროვნებისგან გამომდინარე ვიღაცა შეიძლება რაღაცაში ერთი დღე დაჭირდეს რაღაცის გაცნობიერებას ვიღაცისთვის, ეს შეიძლება იყოს 1 წამი, 5, ხო? ანუ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ის არის ჩემი სათქმელი, რომ ყველა ადამიანის twin მოწყობილობა, ხო, როგორ არის თავისი ასოციაციები, თავისი განვლილი პროცესები და განსხვავდება. შესაბამისად, იგივენაირად ნებისმიერი ტექნიკა, ხო? მე მქონია ესეთი შემთხვევაც, რომ სესიაზე გამომიყენებია ერთი ტექნიკა, რომ ამ ტექნიკას კლიენტისთვის ძალიან კარგი შედეგი ჰქონია და იგივე ტექნიკა მეორე კლიენტთან საერთოდ არ უმუშავია. შესაბამისად, იმის თქმა მინდა, რა თქმა უნდა, თუ არასწორ მომენტში დაისვა გაკეთდა ეს პაუზა, ან სიჩუმე, ხო? ეს შეცდომა უბრალოდ შედეგი არ იქნება და შეიძლება შექმნას ის დისკომფორტი, რაც წეღან ვისაუბრე, ხო, იქნება ეს კლიენტისთვისაც, იმიტომ რომ ვერ გაიგოს რატო არის ჩუმად და კოუჩისთვისაც რა თქმა უნდა. ამიტომ არასწორად გაკეთებული პაუზა ეს არასწორ მომენტში გაკეთებული პაუზა მხოლოდ და მხოლოდ იმას იწვევს, რომ არ გვაქვს შედეგი და პირიქით კოუჩისთვის ეს თუ მან ვერ მართა ეს პროცესი, შეიძლება ამოვარდეს იმყოფადობიდან, ამოვარდეს იმ აქტიური მოსმენიდან და მისი გონება, თქვათ, კონცენტრირება იმის ნაცვლად კლიენტზე იყოს, სხვა აზრებზე მოახდინოს კონცენტრირება. თუ მისაღებია პასუხი და თუ სწორად გავეცი შენს შეკითხვას. ანუ ჩემთვის მაინც სიჩუმე და პაუზა არის ნერვული სისტემის ამბავი და არა ინსტრუმენტალური. კი, ამ აზრში ვერ მოყვები, რომ ინსტრუმენტია პაუზა და ეს მეტაფორულად დავარქვი ინსტრუმენტით. რა თქმა უნდა, რომ წეღანაც ვახსენე, რომ თუ ეს არის დისკომფორტი და რატო იქნება დისკომფორტი, იმიტომ რომ სოციალური მომენტიდან გამომდინარე, რომ ესე იგი მე პასუხს ველოდები, კითხვა დავსვი, დამისვეს პასუხი უნდა გავცე, არ მაქვს და შესაბამისად აქ უკვე შემოდის ის რეფლექსია საერთოდ ვერ ახდენს ადამიანი და აქ ირთვება ზუსტად ეს ნერვიული სისტემა, რომ გადადის და იწყებს ადამიანის შფოთვას, იწყებს ნერვიულობას და ეს რა თქმა უნდა რომ ხელს უშლის. ამიტომ ეს ინსტრუმენტი უბრალოდ გამოყენების, როგორ დავარქვათ, პროცესში, როცა ის პაუზას იყენებ, გამოიყენებ როგორც ინსტრუმენტს, თორემ ეს არ არის, რა თქმა უნდა, პირდაპირ მნიშვნელობით და პირდაპირ გაგებით. ანუ კიდე ერთი შეკითხვა მაქვს, მაგრამ რომ მივაყოლო შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. თუ ვინმე სხვა არ ვართმევ დროს და მას შეკითხვის. იცი, ჩვენი კლიენტები ხო სწავლობენ შედეგებით აზროვნებას კოუჩინგურ პროცესში და ზოგადად კოუჩინგურ აზროვნებას და აი მაინტერესებს გამოცდილებიდან ვინმეს თუ ქონია ესეთი ისა, რომ აი პაუზები ისწავლა, იმიტომ რომ ჩვენ მე მგონი ძალიან უპაუზო საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომ არავინ არაფერს არ აცლის. და ეს ძალიან მაინტერესებს ზოგადად აი დუმილის შენარჩუნების, პაუზის გაძლების, პაუზის აღების და გაძლების თუ სწავლობენ კლიენტები. არ ვიცი ხა ეს კლიენტმა რამდენად უნდა ისწავლოს, იმიტომ რომ მე ვთქვი უნდა არა, აი თუ იზრდება ამ ხრივაც რა კლიენტი. ანუ კლიენტის შედეგი თუ იზრდება, ამას გულისხმობ, იმიტომ რომ ხა ეს კლიენტმა პაუზის გაკეთება ისწავლოს, კლიენტს მე ვფიქრობ, რომ პაუზის გაკეთება არ ჭირდება, ეს ჩვენ უნდა შევქმნათ ის სივრცე, რომ რადგან მას ჭირდება და არა კოუჩის მხრიდან არ უნდა იყოს კითხვა, ესე კითხვების სია, რომელიც დაასვა ერთი კითხვა, გადავიდა მეორეზე, ამაზე მაქვს მე საუბარი. კლიენტს უბრალოდ კოუჩმა უნდა შეუქმნას ის სივრცე და კოუჩს სჭირდება ეს მართოს ეს პაუზები, რომ მოუტანოს მას გაცნობიერება. ახლა რამდენად ადამიანი ზოგადად თუ განვიხილავ, რამდენად სწავლობს ადამიანი პაუზას, ყველაფრის სწავლა შესაძლებელია, ხო, უბრალოდ პრაქტიკაში არის ნაკლებად
რთული ყოველთვის რომ გამოიყენო. მე მაგალითად წეღანალობას შეიძლება გამომრჩა მის დამატება, რომ შეიძლება ეს რომ კოუჩისთვისაც უხერხულოა არ იყოს და კლიენტსაც კარგად ქონდეს გაცნობიერებელ პროცესში, შეიძლება შეიქმნას ისეთი მომენტი, რომ მას აი რაღაცა გაუჩერდეს ეს პასუხი, ხო, არ ქონდა დასჭირდეს მეტი დრო და ამაზე შეიძლება დასაწყისშივე შეთანხმების პროცესში შედგეს ის, რომ აი თავიდანვე ჩავაყენოთ ცნობის, ანუ მისთვის ნაცნობი იყოს, რომ აი სესიის პროცესში შეიძლება იყოს ესეთი მომენტები, რომ პასუხი არ პაუზე დაგჭირდეს, ხო? ანუ ამის შეთანხმება დასაწყისში შეიძლება მოხდეს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ არც ახლა ყველა თავის გამოცდილებას იტყვის, მაგრამ პაუზა ეს კლიენტს არ სჭირდება. კლიენტს მარო გააკეთოს ეს პირდაპირ მნიშვნელობით ეს არ სჭირდება. ეს უბრალოდ ის სივრცე სჭირდება, სადაც კოუჩი მისცემს საშუალებას ამ პაუზის მეშვეობით, რომ მან მოახდინოს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და რეფლექსია კითხვიდან გამომდინარე. მე ჩადეთ დაუკითხავთ უნდა დამჯერებოთ უბრალოდ არ მინდოდა რომ ისე გავსულიყავი. ნესტან ძალიან დიდი მადლობა შენი გამოცდილების გაზიარებისთვის, აქტიურობისთვის, საინტერესო ვებინარისთვის და გემშვიდობები და იმედი მაქვს რომ ზოგადად ხშირად შევხვდებით ამ და სხვა სივრცეში. აბა დროებით წარმატებები ძალიან მიხარია. დროებით უბრალოდ უნდა გავიქცე სხვა ვებინარზე შევდივარ ბოდიშკიპი. მადლობა. სოფოსა აქ ასევე ხელი აწევ. კი, მე უბრალოდ ნატალიასთან მინდოდა, ნატალიამ ალბათ იგულისხმა, რომ ქცევის ცვლილებას თუ იწვევს კლიენტში და ეს ქცევის ცვლილება პაუზით თუ დასწავლადი, ალბათ ეგ იგულისხმეთ ხო მაგას. მაგით დაკომენტარება მინდოდა და კი, თუ გააცნობიერებს, ალბათ მაგასაც აიღებს კოუჩ სესიიდან გაცნობიერებას, სხვა გაცნობიერებებთან ერთად. ეს დიდი მადლობა, მოკლედ მეც მინდა რომ მადლობა გადაგიხადო და იმეც ვიტყობ რომ ხშირად გამოჩნდები იტალიის ხაზზე. მადლობა. აი კიდევ ერთი ამას წავიკითხავ, მაგრამ რომ არ გამოგჩეს, ვფიქრობ პაუზა არ იქნება უხერხული, თუ იქნა გაცნობიერებისას აქვს ადგილი. უხერხულია, როცა თუ ხელოვნურად ვაპაუზებთ, რომ გამოვიწვიოთ მისი გაცნობიერება. ამიტომ კი ბატონო, რა თქმა უნდა, ის დანარჩენი ჩამონათვალი რაც მქონდა მაქსიმალურად იმ მომენტებზე იყო, იმ მომენტებიდან არის ამოღებული, როდესაც ეს არ არის რაღაც სტანდარტი, რომ ყველა ჯერზე ყოველთვის აი ამ ფაქტორების ამ მოცემულობის დროს უნდა აიღოს კოუჩმა პაუზა, ხო? რა თქმა უნდა, მე აქ არის დამოკიდებული, როგორი ტიპაჟია ჩვენი კლიენტი, ხო? როგორ რა თემაზე საუბრობს, ხა ყველა თემაზე ვერ გამოიყენებ ასე მასიურად პაუზებს, ხო? ეს უკვე მოდის მერე ვფიქრობ კოუჩის გამოცდილებიდანაც, კოუჩის პრაქტიკიდანაც, იქიდან გამომდინარე თუ როგორია მისი კლიენტი, ხო, წეღანაც ვახსენო, მე მქონია შემთხვევა, რომ ერთ ტექნიკის გამომიყენებია ძალიან კარგი, უმაგრესი შედეგი ქონია კლიენტთან და იგივე ტექნიკა სხვა კლიენტთან საერთოდ შედეგი არ ქონია და მაშინ დავფიქრდი, რომ აი არ არის მარტო იმაზე რა მაგარი ტექნიკა აქვს, არ არის იმაზე მარტო რა მაგარ შეკითხვას რომ ან რამდენად ან თავარი მაინც ის არის რამდენად ხედავ და усმენ შენ კლიენტს, რამდენად როგორი ტიპაჟია შენი კლიენტი, რა თემაზე საუბრობ და აქედან გამომდინარე უკვე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ეს პაუზები თუ იქნება გაცნობიერებული და სწორად დასმული, სწორ ადგილას გაკეთებული, ის არ გამოიწვევს უხერხულობას. მე წეღანავ ვთქვი, რომ უხერხულობა ქმნის მხოლოდ შემდეგ უკვე ზედაპირულ პასუხებს და ავტოპილოტის რეჟიმში, რომელიც რა თქმა უნდა უკვე სესიას აღარ აქვს ამის დროს, ამის შემდეგ აზრი, ხო, ამ პროცესი თუ ასეთი პროცესით მიმდინარეობს. ნესტან, კიდე ერთი შეკითხვაც არის, მაგრამ ამასაც უპასუხოთ და დავასრულოთ.
თუ კლიენტს არ სიამოვნებს პაუზა და უფრო ღიზიანდება მაგ დროს მაინც ვაცდით თუ არა. მადლობა. ესე იგი, წეღანაც ძალიან მოკლედ თქვი, რომ შეიძლება იმისთვის, რომ კოუჩმა შეიძლება იცოდეს, რატომ აკეთებს და ისიც იცოდეს, გააზრებული ქონდეს, რატომ არის ეს საჭირო, ხო? თუმცა იმისთვის, რომ ეს შეიძლება კლიენტისთვის მისთვის ეს იყოს უცხო, ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს, რომ თავის სესიამდე, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ კონტრაქტირებას, ვაკეთებთ ინფორმაციას ვაძლევთ, თუ რა არის სესია და ასე შემდეგ, აქ შეიძლება უბრალოდ ზოგადად გავაჟღეროთ ის, რომ სესიის პროცესი ასეთი მომენტებისგან შედგება და რა თქმა უნდა, თუ ვხედავთ, რომ ის კლიენტს აღიზიანებს, ესეც ისევ ამოვარტნა და ესეც იწვევს იმას, რომ არ ექნება, ხო, მას ვერ მოახდენს ის რეფლექსიას და ასეთი პაუზებით გაგრძელებას არ აქვს აზრი, ხო? აქაც კიდევ იქ მივდივართ, გარდა იმისა, რომ პაუზები ცოდნა და გამოყენებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ასევე გამოცდილებას და იმას თუ იმ კონკრეტულ მომენტში რაც შენი ინტუიცია, რასაც ხედავ და გრძნობ, რას გთავაზობს, ხო, იმ მომენტში. იგივე არის, რომ რაც არ უნდა კარგი ტექნიკას ფლობდე, თუ შენი იგივე მაგალითს შემიძლია ვთქვა, რომ მყავდა მე კლიენტი, რომელიც საერთოდ ვერ უსმენდა, როდესაც რაიმე ტექნიკა მინდოდა გამეკეთებინა, თქვათ გასაწმენდი ენერგეტიკული ტექნიკები და საერთოდ ვერ ახდენდა კონცენტრაციას და არ იყო, ვერ შეძლო ის, რომ 5 წუთი თქვათ მოესმინა. შესაბამისად, მე თუ ვხედავ, რომ ჩემ კლიენტისთვის ეს რაღაცნაირად მას უხერხულობას უქმნის, ან ვერ იღებს შედეგს, მაშინ სხვა მეთოდით ნავცადოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პაუზები უნდა გავაკეთოთ და ჩვეულებრივ მივაყაროთ ისევ კითხვები, ხო? ყოველთვის მაინც უნდა კლიენტიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, ვფიქრობ სესიის პროცესში. ეს ყველაფერი დანარჩენი არის ის გამოცდილება, ის დამატებით ის ინსტრუმენტები და ის ესე ვთქვათ, მეთოდები, რაც შეიძლება ჩვენ დაგვეხმაროს იმისთვის, რომ პროცესი იყოს უფრო, ესე ვთქვათ, შედეგიანი. მადლობა, ძალიან დიდი. ნესტან, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო თემის გაშლისთვის და ასე ღრმად გაშინაარსებისთვის. მადლობა ყველას, ვინც იყავით ჩვენთან ერთად. მოკლედ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კვირეულის სესიებს. ჩატში ჩავაგდებ მული და თუ არ ხართ დარეგისტრირებულები, კიდე სხვა საინტერესო ღონისძიებებზე გთხოვთ, რომ გადახვიდეთ და დარეგისტრირდეთ. და შევხვდებით 27-მდე, მოკლედ სულ ხაზზე ვართ. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა ნესტან, მადლობა. მადლობა იმისთვის, მადლობა. აქ შეიკრიბეთ და საშუალება რომ გქონდა ამ მნიშვნელოვანი ფესტივალის ფარგლებში თქვენთან ერთად მეც კიდევ ერთხელ უფრო ღრმად ამ თემის ირგვლივ მქონოდა საშუალება მესაუბრა და მადლობა თითოეულ თქვენგანს მოსმენისთვის, კითხვებისთვის. და იმედი რომ კიდევ შევხვდებით, რა თქმა უნდა. და ძალიან გული მწყდება, რომ საქართველოში არ ვარ და როცა თქვენ ფოტოებს ვუყურებ ხოლმე, ცალი თვალით. ეგ გულისწყვა და მეც მაქვს ასე რომ ერთად ვართ მაგამ ბავშვი. ზარები ძალიან კარგი იყო იტალიიდან. კარგად, მეგობრებო. კარგად, მადლობა, კარგად.